ცოტა განსხვავებული განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა 3000 ლარამდე გირაოს ჩემი და გაბრიელ კობაიძეს შესახებ. ხო, ესეთი ინციდენტები ძალიან იშვიათია, თუმცა რაიონალურ სასამართლოებში უფრო შევხვდებით ამას. ეს ყველაფერი ხო პროკურორს აშკარად ეტყობოდა არაობიექტურობა ეტყობოდა პოლიტიკური ანგარიშწორების მიზანი. ის არ ითვალისწინებდა არც ერთ ობიექტურ გარემოებას, რასაც ჩემი ადვოკატი უფიქსირებდა. თუმცა მე მიყენებდნენ მუხლს იმის შესახებ, რაც რეალურად არ მომხდარა. ჩემ წინაშე გამოძიება იყო დაწყებული 172 მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას, თუმცა ამ პერიოდში საარჩევნო კამპანია საერთოდ არ მიმდინარეობდა. ჩვენ გქონდა უბრალოდ ოფისის გახსნა, ახლა ვიყავით ახალი პარტია და ხვდებოდით უბრალოდ ჩვენი პარტიის წევრებს და პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ორ კვირა ნახევრის შემდეგ დაიწყო საარჩევნო კამპანია. ცოტნე, ანუ ბრალდებამ რა მოითხოვა ადგილზე, შეგიძლია რო გითხრა, გასაგებია რომ თქვენი დაცვა ითხოვდა 3000 ლარიან გირაოს. კი ბატონო, 3000 ლარი. პროკურატურა. რისი შუამდგომლობაც არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ. კი ბატონო. აღკვეთი ღონისძიების გარეშე გაგვანთავისუფლა მე და გაბრიელ კობაიძე. თუმცა სასამართლო გაგრძელდება, ჩაინიშნა 1 ოქტომბერს. საათი ჯერ არ არის ჩვენთვის ცნობილი. საათი ჯერ ჩვენთვის არ არის ცნობილი, შეიძლება შეიცვალოს ეს თარიღიო, მაგრამ არ შემიძლია რომ მოსამართლის კეთილგანწყობა და ობიექტურობა არ შევაფასო ამ სიტუაციაში. გასაგებია, ცოტნე რა შეგიძლია თავად საქმის შინაარსზე თქვათ, იქიდან გამომდინარე რომ რაც მოვისმინე შეფასებები ამ საქმეზე, მეტწილად იმაზე იყო საუბარი, თუ რამდენად ასე ვთქვათ სამართლებრივად შინაარს გამოცლილია ეს საქმე. რა არის ამის მტკიცებულება და ასევე არგუმენტები თქვენი მხრიდან? დღეს გავიდა ზუსტად 2 წელი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მას შემდეგ ნიკამელიას უკვე 3 მუხლი წარუდგინეს ბრალი. ნიკამელი არის ჩემი მეგობარი და ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი. მინდა მოკითხვა გადავცეთ თქვენი ეთერიდან და მხნეობა უსურვო მას, რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს. ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივით არის განხორციელებული, ეს ყველამ კარგად ვიცით. ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად ცდილობს შეაშინოს და შეაჩეროს პროტესტში აქტიურად მონაწილე პირები. ხო, ეს საქმის 2 წლის შემდეგ ახსენებაც მე ამას უკავშირებ. არ ვიცი, 2 წელი ქონდათ ამისთვის გამოსაძიებლად დრო. იდენტიფიცირებული იყო მოძალადეც და შეეძლოთ ამ საქმის ობიექტური გამოძიება 2 წლის მანძილზე. თუმცა როცა დაჭირდა ივანიშვილის რეჟიმს ამ საქმის გაცოცხლება, მაშინ გააცოცხლეს. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, მისამალიც არაფერი არ გვაქვს. პროკურატურა იძახდა რომ ისინი მიიმალებიანო, თუმცა ჩვენი ფეხით მოვედით, ჩვენ სიმართლეს არ გავდივართ მოცემულობას. წინ ვეჯახებით და ვცდილობთ რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოცემული რეალობა შევცვალოთ. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ივანიშვილი რა თქმა უნდა გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას იქამდე, სანამ მისი რეჟიმი არ დასრულდება და მის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. მადლობა, დიდი მადლობა ცოტნე, დაგემშვიდობები. ცოტნე მირცხულავა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.